ეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის. ყველაფერი ამ განცხადებით დაიწყო, როცა ივანიშვილის პრემიერმა სამშობლოს ღალატის გეგმა გაასაჯაროვა. საქართველოს ევროპული სივრციდან გაქრობა და რუსულ ორბიტაზე დაბრუნება. ქართულმა ოცნებამ რუსეთის ოცნების ასრულებაზე პასუხისმგებლობა აიღო. მიტაცებული საპარლამენტო არჩევნების გამო ისედაც გაბრაზებული ხალხი ქუჩაში გამოვიდა. რეჟიმის წინააღმდეგ უწყვეტი დღეს უკვე 100 დღის უკომპრომისო სამოქალაქო პროტესტის ათვლა 28 ნოემბერს დაიწყო. დედაქალაქის მთავარი გამზირი მალევე გადაიკეტა. მოქალაქეებმა ახალი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვეს. იმ რწმენითა და არგუმენტით, რომ ცესკოს მიერ დაწერილი არჩევნების შედეგებად გამოცხადებული რიცხვები ქართველი ხალხის ნებასა და იმ არჩევანს არ გამოხატავდა, რომელიც მათ 26 ოქტომბერს გააკეთეს. ზამთრის სუსხისა და დე-ფაქტო რეჟიმის უკომპრომისობის მიუხედავად 28 ნოემბრის შემდეგ არ ყოფილა არც ერთი დღე, როცა მოქალაქეები პარლამენტთან არ შეიკრიბნენ და რუსთავერი არ გადაკეტეს. მსახიობები, პროფესორ-მასწავლებლები, ფერმერები, სტუდენტები, IT სპეციალისტები, განსხვავებული პროფესიის, ასაკის, პოლიტიკური გემოვნებისა და შეხედულების მქონე მოქალაქეები რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ნახეთ მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი მარშები. იყო განსაკუთრებით ემოციური საღამოწ, იმპროვიზებული სანახაობა, საერთო სახალხო ხორუმი რუსთაველზე. ფილარმონიიდან პარლამენტამდე აქციის მონაწილეებმა უმეტესად გამოცდილების არ მქონე. მოყვარულმა მოცეკვავეებმა შთამბეჭდავი ხაზი შექმნეს ქართული ტრადიციული მოტივებით, ჩოხითა და კაბალახით. ორჯერ ვნახეთ საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა. მოქალაქეებმა დატოვეს ოფისები, საკლასო ოთახები, აუდიტორიები, დროებით შეწყვიტეს მუშაობა და ქუჩაში გამოვიდნენ. დე-ფაქტო ხელისუფლება პროტესტს არ იმჩნევდა. კალაძე ირწმუნებოდა, რომ თითქოს აქციის ერთი და იგივე მონაწილეები ერთი მარშიდან მეორეზე სხვადასხვა ტანსაცმლით ჩნდებოდნენ. ყობახიდის მტკიცებით კი აქციები 20 იანვრამდეც ვერ გასტანდა. არადა მოქალაქეების უწყვეტი წინააღმდეგობით პროტესტის გაზაფხულიც დადგა. ამ დროის განმავლობაში გამოიკვეთნენ აქტიური და დასამახსოვრებელი სახეები. რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეების გაჩუმებისა და დაშინების მიზნით მათ წინააღმდეგ შეკერილი საქმეების წარმოება დაიწყო. იდენტური ბრალდებებითა და სცენარით. მასობრივი ჩხრეკების საცხოვრებელ სახლებში, ოფისებში, სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის, ქონების დაზიანებისა და მსგავსი ბრალდებებით რეჟიმმა 49 მშვიდობიანი დემონსტრანტი ციხეში გამოკეტა. გიორგი აქეთ გვეუბნება და გვამხნევებს წადით მიტინგებზე იარეთ არ შეგეშინდეს. სიამაყითვისები ჩემი ძმით და საერთოდ ყველა პატიმრით. შენ თუ იქნები მადამ ხნეთ, მე 10 ჯერ უფრო მხნეთ ვიქნები. უგლეს მოვიკითხავ, რომელიც პოლიტპატიმარია, მიყვარხარ და გამაგრდი ყველაფერი კარგად იქნება. ახალი არჩევნების გვერდით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა გაჩნდა. რეჟიმის უკანონო ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. თანამებრძოლების დაპატიმრებამ პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა. ყინვასა და ქარში თითქმის ყოველდღე სადამსჯელო რაზმები რუსთაველზე მშვიდობიან მანიფესტანტებს სცემდნენ. ხამხამობით კი სპეცრაზმი წყლის ჭავლისა თუ ცრელმდენი გაზით სასტიკად არბევდა. დარბეული, ნაცემი, დასახიჩრებული ხალხი ბრძოლას განაგრძობდა. მალევე რეპრესიული კანონები წამოგვეწია. რეჟიმმა აკრძალა ფოიერვერკები და ნიღბებიც კი. აღმოჩნდა, რომ სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შემზღუდავი კანონებით ოცნებამ ხალხი კიდევ უფრო გააბრაზა. უნივერსიტეტებში სტუდენტები გაიფიცნენ. ილიაუნისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები ღამეებს დღემდე კამპუსებში ათავენ.
საყოველთაო გაფიცვამ ძალსახად აჩვენა რამხელა ეკონომიკური ძალა აქვს პროტესტს. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები უცხადებს სოლიდარობას რეჟიმის პარტნიორებს, რომელთა შორის ერთ-ერთი ჩვენი სტუდენტი ირაკლი მიმინაშვილია. ვრჩებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ვითხოვთ პირველ რიგში დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. რეჟიმმა არც დრაკონული კანონები და შეკერილი საქმეებით მოქალაქეების ციხეში გამოკეტვა იკმარა. გზის გადაკეტვის გამო აქციის მონაწილეების დაჯარიმების სერია და მიტაცებულ სასამართლოში უსასრულო პროცესები დაიწყო. წინასწარ დაწერილი სცენარითა და ნაკარნახევი გადაწყვეტილებებით. არ იყო მარტივი გზა, თუმცა ყველა ჯერზე როცა რაღაც ახალი დაბრკოლება ჩნდება ჩვენთვის, ყველა ჯერზე უფრო ძლიერად გამოვდივართ, მოკლედ გარეთ და უფრო მეტ ენერგიას ვიკრებთ, რაც შეიძლება მედგრად ვიდგეთ ყოველ საღამოს. დედაქალაქის გარდა რეჟიმის წინააღმდეგ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის ეპიცენტრშია რეგიონები. გორი, ახალციხე, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი. ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქალაქების, სადაც მოქალაქეები ქუჩაში სინდისის პატიმრების გათავისუფლებისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნითა და იმედით გამოდიან.